მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. ევროკავშირის სუვერენიტეტის დათმობას ითხოვს, მათი ყველა მოწოდება არის საქართველოს ინტერესების საზიანო. ვერანაირი სიკეთე ვერ გადაწონის ჩვენს სუვერენიტეტს, ამიტომ რეკომენდაციებს არ გავითვალისწინებთ. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ქართული ოცნება ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს. საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ. მათი ყველა მოწოდება არის საქართველოს ინტერესების საზიანო, არა მხოლოდ ოდნავ საზიანო, არამედ ეგზისტენციური საკითხია და ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხებს ეხება, ამიტომ ამას არ გავითვალისწინებთ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და გააკეთოს ვინმე სხვამ, მიიყვანოს ქართველები კატასტროფამდე, ეროვნული დამოუკიდებლობის დათმობამდე და სუვერენიტეტის ნიველირებამდე, განაცხადა შარმანაშვილმა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები. 4 ოქტომბერს ტარდება ივანიშვილის რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანია ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან სანიკიძემ ინტერპრეს ნიუს განუცხადა, როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელისუფლება კვლავ არალეგიტიმური დარჩეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, 4 ოქტომბერს ტარდება ივანიშვილის რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანია ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემა. ივანიშვილი ვერ ეღირსება ჩვენგან ლეგიტიმაციას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მისი ხელისუფლება დარჩეს ისეთივე არალეგიტიმური, როგორიც არის დღეს, განაცხადა ლევან სანიკიძემ. როცა სამხრეთ კავკასიის დიდი გეოპოლიტიკური სამშვიდობო შეთანხმება ახლოსაა და რუსეთის გავლენა იკარგება, ქოცი რუსები ომით აშიდებენ ქართულ ხალხს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოიძე ეხმაურება რეგიონში მიმდინარე ბოლო მოვლენებს და აცხადებს, რომ ამ სიტუაციაში წარმოუდგენელი ღალატის მოწმე ვართ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ივანიშვილის ხელით. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ჰქონდა ისტორიული გეოპოლიტიკური გზავნილი. სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი რუსეთის წინააღმდეგ ამზადებს სარჩელს აზალის ბორტის აფეთქება. ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანის გენპროკურორი აგზავნის მოთხოვნას დაპასუხად დუმილია. აქვე გაიხსენა მალაიზიური ბოინგის αφეთქება. უკრაინას მოუწოდა არ დანებდნენ ოკუპაციას. ამ სიტუაციაში, როცა სამხრეთ კავკასიის დიდი გეოპოლიტიკური სამშვიდობო შეთანხმება ახლოსაა და რუსეთის გავლენა იკარგება, ქოცი რუსები ომით აშინებენ ქართულ ხალხს. წარმოუდგენელი ღალატის მოწმე ვართ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ივანიშვილის ხელით, წერს დეკანოიძე. თბილისის მერიის განცხადებით ერთ-ერთ მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დედაქალაქში ანტირაბიული ვაქცინის დეფიციტია, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ჩვეულ რეჟიმში ინტენსიურად ცხოველების ვაქცინაციას ახორციელებს. გვინდა გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დედაქალაქში ანტირაბიული ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ჩვეულ რეჟიმში ინტენსიურად ცხოველების ვაქცინაციას ახორციელებს. დაინტერესებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოგმართონ და აცრან ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში, ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად გიორგი ჟღენტი დაინიშნა. მანამდე აღნიშნულ თანამდებობას ლაშა ქარტავა იკავებდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ სამინისტროს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა. მთავრობის თავმჯდომარემ მის გამოცდილებას გაუსვა ხაზი და ახალი ხელმძღვანელის პირობებში ჯანდაცვის მიმართულების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. მას კერძო სექტორში მრავალწლიანი და ნაყოფიერი მუშაობის გამოცდილება აქვს. მინისტრად დანიშვნამდე იყო საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და მხარდაჭერისთვის დირექტორის მოადგილე. გიორგი ჟღენტმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ლაშა ქარტავა შეცვალა. აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოში იტალიის ელჩმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორ დავით ლორთქიფანიძეს იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის ორდენი გადასცა. ასევე იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დავით ლორთქიფანიძეს დამსახურების ორდენის რაინდის წოდება მიანიჭა. იტალიის რესპუბლიკის აღნიშნული უმაღლესი ჯილდო ლორთქიფანიძეს იტალიური კულტურისა და სამეცნიერო მიღწევების საქართველოში გავრცელებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების ხელშეწყობისთვის შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. ინფორმაციისთვის, დავით ლორთქიფანიძე იტალიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრემიის ლაურეატია. ის მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს იტალიის წამყვან სამეცნიერო ინსტიტუციებთან და მუზეუმებთან. მისი ხელმძღვანელობით, როგორც იტალიაში, ასევე საქართველოში, არაერთი ერთობლივი კვლევითი და სამუზეუმო პროექტი განხორციელდა.
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას და ახდენდა მის რეალიზაციას. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 260 ტერცია მუხლის პირველი ნაწილით წარადგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა, ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში გაეროს დახმარების სატვირთო მანქანების მოლოდინში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 67 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ღაზას სექტორის ჰამასის მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ განაცხადა, რომ ისრაელიდან გადასვლისა და საკონტროლო პუნქტების გავლის შემდეგ მალევე მის 25 სატვირთო მანქანისგან შემდგარ კოლონას მშიერი მშვიდობიანი მოსახლეობის უზარმაზარი ბრბო დახვდა, რომლებიც სროლის ქვეშ აღმოჩნდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ საფრთხის საფრთხვლად გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. იაპონიის მმართველმა კოალიციამ გამართული არჩევნების შედეგად ქვეყნის ზედა პალატაში უმრავლესობა დაკარგა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით ქვეყანაში საკმაოდ დაძაბული არჩევნები ჩატარდა ლიბერალურ დემოკრატიული პარტიისა და მისი პარტნიორის კომეიტოს კოალიციის მიმართ იმედგაცრუების ფონზე, რაც ფასების ზრდამ და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ტარიფების დაწესების საფრთხემ გამოიწვია. არჩევნებზე კენჭისყრა ზედა პალატის ადგილების ნახევარზე გაიმართა. მმართველ კოალიციას 248 ადგილიანი ზედა პალატის კონტროლის შესანარჩუნებლად 50 ადგილი სჭირდებოდა. არჩევნების შედეგების მიუხედავად იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შიგერუ იშიბამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლას არ გეგმავს. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აღიარებს მკაცრ შედეგს, თუმცა მისი ყურადღება სავაჭრო მოლაპარაკებებზეა ფოკუსირებული. BBC წერს, რომ იაპონიის ზედა პალატაში უმრავლესობის დაკარგვა კოალიციის გავლენას შეარყევს. რუსეთის ტაქტიკა იგივე რჩება. ისინი ცდილობენ ახალი პოზიციების დაკავებას მცირე ჯგუფების გამოყენებით. უკრაინული დანაყოფები იყენებენ ყველა საჭირო საშუალებას მტრის ასეთი აქტივობების გამოსავლენად და გასანეიტრალებლად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს: "მივიღე მოხსენდება მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისგან. ჩვენი ძალები აგრძელებენ რუსული დივერსიული ჯგუფების განადგურებას პოკროვსკსა და სხვა მიმართულებებზე." რუსეთის ტაქტიკა იგივე რჩება. ისინი ცდილობენ ახალი პოზიციების დაკავებას მცირე ჯგუფების გამოყენებით. უკრაინული დანაყოფები იყენებენ ყველა საჭირო საშუალებას მტრის ასეთი აქტივობის გამოსავლენად და გასანეიტრალებლად, აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, სირსკიმ მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მხრიდან შორმანძილზე დარტყმების განხორციელების შესახებაც. კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და 23 მარტის მოძრაობამ აღმოსავლეთ კონგოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო როიტერსი ავრცელებს. როიტერსის ცნობით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ამბოხებული 23 მარტის მოძრაობის წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ კონგოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი კატარაში მოაწერეს, თუმცა წყაროების განცხადებით შეთანხმების დეტალები ბოლომდე დაზუსტებული არ არის. ცნობისთვის, რუანდის მიერ მხარდაჭერილმა 23 მარტის მოძრაობამ აღმოსავლეთ კონგოს უდიდესი ქალაქი გომა აიღო. მარტში კატარის შუამავლობით კონგოსა და რუანდის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა, რამაც დოჰაში კონგოსა და 23 მარტის მოძრაობას შორის მოლაპარაკებები შესაძლებელი გახადა. დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 6 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით რუსეთმა უკრაინას 57 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. აქედან 18 საჰაერო თავდაცვის სისტემებად ჩამოაგდეს, 7 კი ლოკალურად დაიკარგა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეზე და დონეცკის, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ტერიტორიებზე. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.